როგორ მუშაობს ჩვენი შეხვედრები? რატომ არის ეს შეხვედრა ნაბიჯებისთვის? ჩვენი შეხვედრები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც სურთ მიაღწიონ და შეინარჩუნონ ემოციური ჯანმრთელობა ანონიმური ემოციების 12 ნაბიჯის გაგებით და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებით. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ნაბიჯები აუცილებელია პიროვნული ცვლილებების, ზრდისა და აღდგენისთვის. ბევრ შეხვედრაზე განიხილება სხვადასხვა ნაბიჯები ყოველ კვირას. წევრები უზიარებენ, როგორ იყენებენ ნაბიჯებს და როგორ ეხმარება მათ ეს ნაბიჯები. სხვების იდეების მოსმენით ჩვენ უფრო მეც ვიგებთ თითოეული ნაბიჯის შესახებ. რა ხდება თუ ჩვენ ამ კვირაში არ გვიმუშავია იმ ნაბიჯზე, რომელზეც ჯგუფი იმყოფება? უკლებრივ ყველას შეუძლია ჯგუფში მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, თუ ჯერ არ გიმუშავია ნაბიჯებზე ან არ დასწრები ხარ ჯგუფებს. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავაზიაროთ ჩვენი გრძნობები ნაბიჯის შესახებ, რას ვაკეთებთ ან რა არ გვესმის მის შესახებ. როცა პირველად მივდივართ შეხვედრაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზეა ჯგუფი. როდესაც ჩვენ ვუსმენთ, ჩვეულებრივ შეგვიძლია დაუკავშირდეთ იმას, რასაც სხვები აზიარებენ. რატომ არ განვიხილავთ ჩვენს პრობლემებს? ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფრო პროდუქტიული იქნება გადაწყვეტილებების განხილვა, ვიდრე პრობლემებზე საუბარი. ანონიმურ ემოციონალებში მოსვლამდე უმეტესობა ჩვენგანს დიდი დრო გვაქვს გატარებული ჩვენი პრობლემების განხილვაში და შედეგად ჩვენ ამ პრობლემების მსხვერპლად ვიქეცთ. ჩვენ ვწუხვართ საკუთარ თავზე და ეს არ გვშველის. თუ ჩვენი შეხვედრები დაეთმობა იმას, თუ რამდენად საშინელი იყო ჩვენი კვირა, როგორი უბედურები ვართ საკუთარი თავით და სხვა ადამიანებით, ვინც ჩვენს ცხოვრებაშია, ჩვენ მივიღებთ ძალიან მცირე ცოდნას და სიცხადეს. როდესაც ჩვენი გაზიარების დროს ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ 12 ნაბიჯს, ამით ჩვენ ხშირად შეგვიძლია ჩვენი ემოციური პრობლემები პირდაპირ დაუკავშიროთ განხილულ ნაბიჯს და ამით მივიღოთ სიცხადე იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ნაბიჯი ჩვენს სიტუაციაში. ჩვენ ვტოვებთ შეხვედრას ოპტიმისტურად და იმედით განწყობილნი, რადგან გვაქვს ახალი იდეები, თუ როგორ გავუმკლავდეთ ჩვენს პრობლემებს და ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ შეგვიძლია პოზიტიური ცვლილებების განხორციელება. რატომ არ ვემხრობით შეხვედრის მსვლელობის დროს გადალაპარაკებებს და ერთმანეთის მიმართ გამოხმაურებებს? ჯვარედინი საუბარი არის ვინმეს შეწყვეტინება არასასურველი შენიშვნებით სპიკერის გაზიარების დროს. კიდევ ერთი მაგალითია ვინმესთან გვერდით დისკუსიაში ჩაბმა მაშინ, როდესაც მომხსენებელი საუბრობს. ეს აშორებს სხვებს იმისგან, რასაც მოსაუბრე ამბობს. ჯვარედინი საუბრებისა და გამოხმაურების აღმოფხვით ყველა წევრს სურვილის შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა გააზიაროს შენიშვნების ან მითითებების გარეშე, თუ რა უნდა გააკეთოს. ამგვარად ჩვენი შეხვედრის მიზანი რჩება ფოკუსირება საკუთარ თავზე და საკუთარ გამოჯანმრთელებაზე, ვიდრე სხვებისთვის რჩევის მიცემა. ზოგჯერ შედარებით ახალი წევრი ითხოვს გამოხმაურებას კონკრეტულ პრობლემაზე. შეხვედრის დროს ამისთვის დროის დათმობამ შეიძლება სხვებს წაართვას დრო გაზიარებისთვის, ან შეიძლება ყველას გაუფანტოს ყურადღება შეხვედრის თემიდან. თუ ვინმეს სურს გაზიარება, ჩვეულებრივ სჯობს დრო დაუთმოს შეხვედრამდე ან მის შემდეგ ასეთ დისკუსიას. კვირის განმავლობაში სატელეფონო ზარები წევრებს შორის შეიძლება კარგი საშუალება იყოს გამოცდილების გაზიარებისთვის, ვიდრე ეს შესაძლებელია შეხვედრაზე. საუკეთესო მხარდაჭერა, რაც შეგვიძლია ვინმეს გავუწიოთ, არის მოსმენა და ჩვენი გამოცდილების გაზიარება 12 ნაბიჯის შესახებ. რა ხდება თუ ვინმე გადაუხობს შეხვედრის თემას? მთელი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, რომ წევრმა არ გადაინაცვლოს ნაბიჯიდან სხვასთან ჩხუბში ან გაკრიტიკებაში. თუ ეს ძალიან ხშირად ხდება, ნებისმიერ წევრს, არ მხოლოდ იმ პირს, რომელიც ამ კვირაში ხელმძღვანელობს შეხვედრას, შეუძლია ნაზად, თავაზიანად და პატივისცემით შეახსენოს ადამიანს, რომ დაუბრუნდეს შეხვედრის თემის განხილვას. ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც შეფერხება მიზანშეწონილია. ვინ მართავს შეხვედრას? როდესაც ახალი ჯგუფი იქმნება, მისი დამფუძნებელი მართავს ჩვეულებრივ პირველ რამდენიმე შეხვედრას და შემდეგ კითხულობს, სურს თუ არა ვინმეს მოხალისედ წარმართოს შემდეგი შეხვედრა. როგორც წესი, იმ დროისთვის სხვა წევრები კომფორტულად გრძნობენ თავს მონაწილეობა მიიღონ ამ გზით. ლიდერი უბრალოდ არის ადამიანი, რომელიც მზად არის დაიცვას შემოთავაზებული ფორმატი და დაიწყოს და დაასრულოს შეხვედრა დროულად. არავის არასდროს აიძულებენ ლიდერობას, თუ მას ეს არ სურს. რატომ არ განვიხილავთ რელიგიას? 12 ნაბიჯი ფოკუსირებულია ჩვენებური გაგებით უმაღლესი ძალის რწმენაზე. ჩვენ შეიძლება შეჩვეულები ვართ, რომ ვიყოთ სხვა ჯგუფების ნაწილი, რომელთა მიზანია შეთანხმდნენ რწმენასთან დაკავშირებით. ამიტომ თავიდან შეიძლება გაგაოცოთ იმის გააზრებამ, რომ ოთახი, რომელიც სავსეა ანონიმური ემოციონალების წევრებით, ნორმალურია, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს უმაღლესი ძალის განსხვავებული კონცეფცია ან საერთოდ არ ჰქონდეთ კონცეფცია. ანონიმურ ემოციონალებში ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს იმით, რომ არ ვცდილობთ სხვისი აზრის შეცვლას.
ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არასდროს არ ვახსენებთ რელიგიას, მაგრამ ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ჩვენს სულიერ ზრდაზე და უმაღლესი ძალის ისეთ კონცეფციაზე, რომელიც ჩვენთვის უფრო მისაღებია. რატომ ვაგრძელებთ ნაბიჯების შესწავლას? ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ხელახლა უბრუნდებით ნაბიჯებს, ჩვენი გაგება იზრდება. ბევრჯერ ჩვენმა წევრებმა აღნიშნეს, რომ ნაბიჯის ხელახლა წაკითხვისას მათ დაინახეს სიტყვა ან ფრაზა, რომელიც აქამდე არასოდეს შეუმჩნევიათ და ამან მათთვის ახალი მნიშვნელობა შესძინა. რაც უფრო მეტად იზრდება ჩვენი თვითშეგნება, ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ და განსხვავებულ გზებს ნაბიჯების გამოყენებისთვის ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ხვდებით, რომ ნაბიჯები რეალურად შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველაფერზე, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში. როგორ ვიმუშაოთ ნაბიჯებზე? არ არსებობს ნაბიჯების მუშაობის სწორი ან არასწორი გზა, მაგრამ წევრების უმეტესობა სასარგებლოდ მიიჩნევს მათ თანმიმდევრულ შესრულებას. იმ საფუძვლების გარეშე, რაც გავიგეთ ჩვენ შესახებ წინა ნაბიჯზე, ძნელია მოვიპოვოთ შემდგომი ნაბიჯის სიკეთეები. სასარგებლოა წიგნის ანონიმური ემოციონალების და 12-12-ზე ბუკლეტის წაკითხვა, რომლებიც 12 ნაბიჯზე მუშაობის ხელმძღვანელობას გვიწევს. ეს ლიტერატურა გვაძლევს მიმართულებას ნაბიჯების შესრულებაში და როდესაც ვუზიარებთ სპონსორს ან სხვა წევრებს, გვეხმარება ვისწავლოთ ნდობა და უპირობო სიყვარული. ალბათ პირველად. ვინ არის სპონსორი? სპონსორი არის ადამიანი, რომელიც მუშაობს 12 ნაბიჯზე და მზად არის თავისი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს სხვებს. სპონსორი არის ადამიანი, რომელიც დისტანცირებულია ჩვენი სიტუაციებიდან და დაგვეხმარება დავინახოთ, როგორ გამოვიყენოთ პროგრამა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორ ავარჩიოთ სპონსორი? სპონსორის არჩევა ძალიან პირადი გადაწყვეტილებაა. მოусმინეთ, რას ამბობენ ადამიანების შეხვედრებზე და იპოვნეთ ვინმე, ვისაც ენდობით და ვისთან ერთადაც თავს კომფორტულად გრძნობთ. სასარგებლოა აირჩიოთ ის, ვინც ამ პროგრამიდან გამოჯანმრთელების გარკვეულ დონეს მიაღწია. სთხოვეთ მათ გითხრათ, როგორ გააკეთეს ეს. როგორც წესი, არ არის სასარგებლო ისეთი ვინმეს არჩევა, ვისთანაც მოწყვლადი ხართ. შესაძლებელია სპონსორის შეცვლა თუ აღმოაჩენთ, რომ ეს ადამიანი არ იძლევა იმას, რაც გჭირდებათ ზრდისთვის ანონიმური ემოციონალების პროგრამაში. თუ სპონსორობის მოთხოვნა უარყოფილია, ამან თქვენში არ უნდა გამოიწვიოს ემოციების დაზიანება. არავინ არ არის ვალდებული იყოს სპონსორი. იგი შეიძლება არ იყოს ისეთ სიტუაციაში, რომ უზრუნველყოს ისეთი მხარდაჭერა, რომელიც სასპონსოროს სჭირდება. ჰკითხეთ სხვას და ენდეთ თქვენი უმაღლესი ძალის გადაწყვეტილებას. რამდენი ხანი დამჭირდება შეხვედრებზე დასასწრებად? ჩვენ გირჩევთ დაესწროთ 6-12 შეხვედრას, სანამ გადაწყვეტთ, არის თუ არა ანონიმური ემოციონალები თქვენთვის შესაფერისი. ადამიანების უმეტესობა პოულობს ნაბიჯებს, რაც თავიდან დამაბნეველია და ჩვეულებრივ რამდენიმე შეხვედრა სჭირდება აღდგენის პროცესის რეალურად დასაწყებად. ჩვენ მოგიწოდებთ სცადოთ სხვადასხვა შეხვედრები თქვენს მხარეში, რათა იპოვოთ ის, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ.